იანვარს წმინდა მეფისა და მეფსალმუნის დავით წინასწარმეტყველის ხსენების დღეს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ერთობლივი საზეიმო ლიტურგია აღესრულა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსთან და ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტთან ილია მეორესთან ერთად მსახურებაში მონაწილეობდნენ ყოვლადუწმინდესი ბართლომეოსი, კონსტანტინეპოლისა და ახალი რომის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი, უწმინდესი ირინეოსი, პეჩის მთავარეპისკოპოსი და ბელგრად კარლოვაცის მიტროპოლიტი, სრულიად სერბეთის პატრიარქი, უნეტარესი ქრისტეფორე, პრაღისა და სრულიად ჩეხეთისა და სლოვაკიის მიტროპოლიტი, ასევე ალექსანდრიის, ანტიოქიის, იერუსალიმის, რუსეთის, სერბეთის, ბულგარეთის, კვიპროსის, ელადის, ალბანეთის, პოლონეთის, უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიათა წარმომადგენელი იერარქები და სასულიერო პირები. საზეიმო ლიტურგიის დასრულების შემდეგ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს მისალოცი სიტყვებით მიმართეს ჩამოსულმა სტუმრებმა. უწმინდესა და უნეტარეს საიუბილეო თარიღები მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა. საზეიმო ლიტურგიის ბოლოს საქართველოს პატრიარქმა ქადაგებით მიმართა მრევლს და მას დავით წინასწარმეტყველის სიტყვები შეახსენა: დიდხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენი. მან მადლობა გადაუხადა მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლებს საქართველოში ჩამობრძანებისათვის. წმინდა დავით წინასწარმეტყველს კი შესთხოვა ღვთის წინაშე მეოხება საქართველოსა და მთელს მსოფლიოში მშვიდობის, სიხარულისა და სიყვარულის დასამკვიდრებლად და განსამტკიცებლად. ყოვლადუწმინდესობა მთავარეპისკოპოსო კონსტანტინეპოლისა, ახლისა რომისა და მსოფლიო პატრიარქო ბართლომეოს პირველო, თქვენო უწმინდესობა სერბეთის პატრიარქო ირინეოს, ყოვლად სამღვდელონო მღვდელმთავარნო ძმანო და დანო, დღეს არის ხსენება წმინდისა წინასწარმეტყველისა დავითისა და ჩვენ შევთხოვთ წმინდა წინასწარმეტყველ დავითს, რომ მშვიდობა, სიხარული და სიყვარული სუფევდეს საქართველოში და მთელ მსოფლიოში. დავით წინასწარმეტყველი ამბობს: დიდხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენი. და ჩვენ ვხედავთ ჩვენი ეკლესიის აღმავლობას, ჩვენ ვხედავთ ჩვენი ეკლესიის დიდებას, უფლის ძალით, უფლის მადლით. დავით წინასწარმეტყველმა, როდესაც გამთლიანა ისრაელი და ზეიმით შედიოდა იერუსალიმში, მთელი ერი ახებდა დავითს. მან გააჩერა სულელობა ხალხისა დავითმა და უთხრა: უფალი მეფობს. მე კი არ მეფობ, უფალი მეფობს. და როცა აღინიშნება ჩემი საიუბილეო თარიღები
როცა ამბობენ რომ თითქოს მე რაღაცა გავაკეთე მე ვიმეორებ უფალი მეფობს და უფალი აკეთებს მე მადლობელი ვარ რომ თქვენ მიიღეთ მონაწილეობა და ჩამობრძანდით ღმერთმა მოხსეთ მშვიდობა სიხარული და სიყვარული ჩვენ ვამაყობთ რომ თქვენ ბრძანდებით კონსტანტინოპოლის პატრიარქი და დიდია თქვენი დამსახურება ქვეყნის მსოფლიოს წინაშე და ნიშნად ჩვენი პატივისცემისა და სიყვარულისა მე მოგართმევთ დავით წინასწარმეტყველის ხატსა რომლის დღესასწაული დღეს არის მინანქრის შესრულებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის და მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის ბიჭვინთისა და ცხუმათფაზეთის მიტროპოლიტის უწმინდესი და უმეტარესი ილია მეორის აღსაყდრებიდან 35 ხოლო დაბადებიდან მე-80 წლისთავთან დაკავშირებით სიტყვას წარმოთქვამს ყოვლად უწმინდესი ბართლომეოსი მთავარეპისკოპოსი კონსტანტინოპოლისა ახლისა რომისა და მსოფლიო პატრიარქი Μακαριότατε Αρχιεπίσκοπε Μετσχέτης και Τυφλίδος και Καθολικέ Πατριάρχα Πάσης Γεωργίας Κύριε Ηλία. მეგავალდიქით. აი იქით წინეს. დღეს აღლენილი სამწუხარის გამო და ზიარებისათვის უფლის წმინდა ხორცთან და პატიოსთან სისხლთან ყოვლადწმინდა სამების ამ ტაძარში. ვაწმიდისეობა და სულის მაცხოვრები. არამედ არამედ მაცხოვრები, რომელიც გვიცავს დღესა უფლისა სამართლიანი განსჯისა. ამბობდა წმინდა მამა თეოდორე სტუდიელი. ყოველი ჯამის წირვისას მონაწილეობს საიდუმლოში ძვარცმული და ცოტა უნდა დაიცილოთ ანასტასი ქრისტესი რომელმაც გაიღო თავისი ჩვენის თქვენთან ერთად ყოფილიყავით და სულიერი ზეიმით და პირადად თქვენი საყვარელ და მეტად პატივსაცემო თქვენო უნეტარესობა და საყვარელო ძმაუჩვენო საქართველოს პატრიარქო ბატონო ილია სურდა თქვენთან ერთად გვეზეიმა საქართველოს ეკლესიის ტახტზე თქვენი აღსაყდრებიდან 35 წლისთავი რომელსაც თქვენი დაბადებიდან 80 წლისთავიც ემთხვევა. ეს სიხარული მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის სიხარული და დღესასწაულიცა. რამე თუ ევნებიან რაი ერთსა ასოსა მისთანა ელმინ ყოველთა ასოთა და თუ იდიდებინ ერთი ასოი მისთანა იხარებენ ყოველნი ასონი. პატივს მივაგებთ საპატრიარქოსა და ქვეყნისათვის ქართული სამღვდელოებისა და ხალხისათვის მნიშვნელოვან
და ისტორიულ მოვლენას და ამგვარად ყველანი სასულიერო პირნი, პოლიტიკოსები და მორწმუნე ხალხი პატივს მივაგებთ პატრიარქ ილიას იმ ღვაწლს, რომელიც მართლითა გონებითა და მართალი სიტყვის ძალით მოიმოღვაწა. ამ ძალას კი პოულობდა ჩვენი კეთილის მყოფელი ღმრთისგან, პატიოსანი მსახურებით უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და თავისი ხალხისა, ისევე როგორც ისწინდე წმინდანები, რომლებიც ძნელ და აუბედით წლებში თავიანთი თავდადებით მართლმადიდებელი ეკლესიის მაგალითად იქცნენ. ვინაიდან ქრისტეს ერთგულნი დარჩნენ, გახდნენ ნამდვილი აღმსარებელი მართლმადიდებელი სარწმუნოებისა და ყოველდღიურად თავს განსაჩდელში იგდებდნენ. მას სწირავდნენ თავიანთ ძალისხმევასა და სიცოცხლეს. თქვენო უნეტარესობა, თქვენ, ვინც გონიერებასა და მოთმინასობას უფლისაგან იღებდით და იღებთ, შეძელი და ნათლად დაინახეთ რწმენას მოწყვეტილი ადამიანების სისუსტე და ვითარცა იესო ქრისტეს ჭეშმარიტმა მოწაფემ დაიწყეთ ქადაგება უფლის სიტყვისა. ამით ცნან ყოველთა, ვით არმეთ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკეთ ვიხუარებდით ურთიერთას. თქვენ უნეტარესობა, სიყვარულის ქადაგება, სიყვარულის ქადაგება და დავთავაზ ხოსის სიყვარულით ხოლო. ლოცვებს აკავდეთ და ლოცვობთ სიბრძნეს ღვთისაც, რომელიც სწორედ სიბრძნეს უქადაგებს ეკლესიასა და მის ხალხს. შიშის და ღვთისაეთა შემოსილმა, კარგად იცით, რომ უფალი შობილი უწინარეს მამისა არის მცოდნი ადამიანური ლოგიკისა და მიზეზის სიკეთისა. მიუხედავად ადამიანური სუსტითა და წარმავლობისა, ის რაც აკეთეთ რწმენით, იმედით, მოთმინებით. ამიტომაც უნეტარესო და ძალზე პატივცემულო ძმაო და პატრიარქო ილია, ამ გვაგონდება პოეტ კონსტანტინე კავაფისის ლექსი. ეფიალტე ბოლოს გამოჩნდება, მიდიერებითი საბოლოოდ მოიქცევია. ჩვენს ფარულ წმინდანთან ერთად იგეთვით, ცოცხალია ღმერთი, უფალი ძალთაი, ღმერთი ისრაელისა და საქართველოისა, ერთადერთი წმინდა და წმინდანთა შორის დავანებული და მართლაც იქსა და ღმერთის ასურველია, ყველაფერი შვებით სუნთქავს, ხოლო ვისაც ღმერთი სწამს და ადამიანს ღვთის სიყვარულით ემსახურება, მოყვას უსამართლოდ არ მოექცევა, სული მამაცი და ღვთის მოყვარე აქვს. უნეტარესო კათოლიკოს პატრიარქო ილია, თქვენ მორწმუნე და სულიერი ადამიანი ხართ. ის ამსახურდა თქვენ ეკლესიას ქვეყანას და ხალხს გაუწიეს სხვერპლად შეწვირვის თოლპასია და იგი შორსა იმ დიდებისა და პატივისაგან, რასაც პატრიარქის ტიტული მოიცავს. თქვენ შემოიფარგლეთ ლოცვით, მარხვით, ეკლესიის აღორძინებით, ხალხის იმედების გასხივოსნებით, ხატწერის აღორძინებით, საღვთო საიდუმლოებათა აღსრულებით, წმინდა ძღვენის შეწირვითა და თქვენი მრავალტანჯული ხალხის დამშვიდებითა და ტკივილის გაყუჩებით. თქვენი საპატრიარქო მოღვაწეობისას გამრავლდა თქვენ სულიერ შვილთა რიცხვიც და ხარისხიც, რაც ძალზე გვახარებს. კიდევ უფრო მეტად ვხარობთ, როდესაც ვხედავთ, რომ თქვენი შვილიშვილები მოგართმევენ თქვენი კეთილი შრომის ნაყოფს, რომელსაც თქვენ კვლავ ქრისტეს უძღვნით. ეკლესიისადმი შეწირული თქვენი მოღვაწეობის ნაყოფი ხილული და ნათელია და მას მომავალ თაობებს სისხლით მორწყული საქართველოს ისტორიის ფურცლები ოქროს ასოებით ჩაწერილს შემოუნახავს. ისევე როგორც ოქროს ასოებით არის ჩაწერილი თქვენი სახელი ჩვენს გულებში. მადლობას მოგახსენებ თქვენო უნეტარესობავ იმ შესანიშნავი და ურიცხვი ღონისძიებებისათვის, რომლებსაც ჩვენი საქართველოში ჩამოსვლისას მართავთ, იმ თბილი და სიყვარულით სავსე სიტყვებისათვის, რომლებსაც ჩვენი მისამართით გამოთქვამთ, რაც ჩვენი პირველ საყდრის კონსტანტინოპოლის ეკლესიის მიმართ თქვენი კეთილგანწყობის უეჭველი დასტურია. ჩვენ ორ ეკლესიას შორის ყოველთვის კეთილი დამოკიდებულება არსებობდა და ეს კეთილი დამოკიდებულება ახლაც გრძელდება. ორივე ეკლესია მას თვალის ჩინივით უფრთხილდება.
სხვასთან ერთად ჩვენს საპატრიარქოს აერთიანებს წმინდა ანდრია პირველწოდებული, რომელმაც ქრისტიანობა იქადაგა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც, უფრო ვრცელ რეგიონში კავკასიისა. ასევე ჩვენი ორი ეკლესია დაფუძნებულია იმ უძლიერეს და შეუმუსროლ ლოდზე, რომელსაც ქვია უფალი ჩვენი იესო ქრისტე. ამ ერთიანობის ურყევობის დადასტურება იყო ჩვენი წინამავალი პატრიარქის დიმიტრიოსის მიერ საქართველოს ეკლესიის უძველესი ავტოკეფალიის დადასტურება და მისი საჭედპროფელის საპატრიარქო ტიტულის აღიარება. ეს მოხდა იმისთვის, რომ საქართველოს ამჟამინდელმა პატრიარქმა და მისმა შთამომავლებმა ახალი შემართებიდან და განახლებული ენერგიით იღვაწოს მართლმადიდებლობის გასამტკიცებლად ქვეყანასა ზედა. თქვენ უნეტარესობა, ღვთისმოწოდება უცვლელია საუკუნეების განმავლობაში. ამიტომაც რწმენის ნაკლებობის, დაეჭვების, განსაცდელისა და ძნელბედობის ჟამს თქვენ ერთი წუთითაც არ გადაგიხვევიათ იმ მოწოდებისაგან. მთელი 35 წლის განმავლობაში მედგრად დაიცავით უფლის სიტყვა. ჩვენ მოწოდებულნი ვართ მორწმუნე ხალხს მივცეთ იგივე მოწმობა რწმენისა და თავდადებისა, რისი მაგალითით თქვენ მოგვეცით. უნეტარესო ძმაო, თუმცა ჯვარი, რომელიც თქვენ 75 წლის განმავლობაში ზიდეთ, ჯვარი უფლისა, აღმოჩნდა ტკბილი, საამო, გამწმენდელი, სიცოცხლის მომნიჭებელი. მოდით გავნაგრძოთ საკუთარი ჯვრის ტარება, ისეთივე შემართებით, როგორც ეს ჩვენმა წმინდანებმა, კონსტანტინოპოლისა და საქართველოს ეკლესიის წმინდანებმა ატარეს საუკუნეების განმავლობაში. ჩვენი გეზის მიმცემი კი უნდა იყოს ჩვენივე ეკლესიებში დაფუძნებული ტრადიციები. ურიცხვი წმინდანები და მოწამეები საქართველოს განმანათლებელი, წმინდა მოციქულთა სწორი ნინო, წმინდა დავით გარეჯელი, წმინდა დიდმოწამე ქეთევანი და სხვა უთვალავი წმინდანები, ღირსნი მამანი და დედანი, რომლებმაც თავიანთი ლოცვითა და სისხლით დაამარცხეთ სიკვდილი და მარადიოლობაში გადავიდნენ. თქვენო უნეტარესობა, ეს ყოველივე თქვენმა ორმა საიუბილეო თარიღმა გაგვახსენა. ეს სიტყვები შთაგვაგონა თქვენმა ხანგრძლივმა და ენერგიულმა საეკლესიო სამწყემსთავრო საზოგადოებრივმა მოღვაწეობამ, ასევე თქვენმა სწრაფვამ მართლმადიდებელთა შორის მშვიდობისა და ერთიანობისაკენ. თქვენო უნეტარესობა, თქვენი ნაღვაც იმის დასტურია, რომ ღმერთი მუდამ თქვენთან არის, ხოლო მაშინ, როდესაც ჩვენს მახლობლად სიყვარული და ღმერთია, არაფერმა უნდა შეგვაშფოთოს, ძალა გვეძლევა დავძლიოთ ყოველივე, თუნდაც ის მტკივნეული იყოს სულისა და ხორცისათვის. თქვენ აღმოჩნდით მამაცი მებრძოლი ყველა ამ სფეროში. Υμνούντες, ευλογούντες, ενούντες και ευχαριστούντες λοιπόν των Κύριων. ვაქებთ, ვადიდებთ და ვმადლობთ უფალს ყველა იმ წყალობისათვის, რაც თქვენ გიბოძat და ვევედრებით ამ წმინდა ჟამის წირვით, რომ ჯანმრთელობა და დღეგრძელობა მიანიჭოს თქვენს უნეტარესობას, რათა განაგრძოთ თქვენი კეთილი და დიდი საქმე. Εν τη συνεχίση του αγώνος. Αμήν. Ραυδόρα. Ένα εγκόλπιο με მოგართმევთ ასევე პატარა საჩუქარს, ეს არის საწიაღე, ხატი და სასაკმევლე. ანასტას მიკროფონი გჭირდება და იშოვე, თუ იქ ისე ხოლმე ვიყო ყოველთვის. იქ გამშო. ანასტას იშოვე მიკროფონი ერთი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესის და უნეტარესის ილიამ მეორის საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით მის სასალმებელ სიტყვას წარმოთქვამს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მისი აღმატებულება ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ჩემო საყვარელო ხალხო, ჩვენ დღეს გულწრფელად ზეიმობთ ჩვენი უსაყვარლესის პატრიარქის მისი უწმინდესობის დაბადებიდან 80 წლის თავს და აღსავთრებიდან 35 წლის თავს.
ჩვენმა პატრიარქმა, მისმა უწმინდესობამ უდიდესი როლი ითამაშა საქართველოს ისტორიაში. მაშინ, როდესაც ქრისტიანულ სამყაროს და განსაკუთრებით საქართველოს, მაშინ, როდესაც ათეიზმი და ქრისტიანობის წინააღმდეგ ძალები ძლავრობდნენ, მისმა უწმინდესობამ უდიდესი როლი შეასრულა იმისათვის, რომ ქართველ ერს გზა არ დაბნეოდა და მას სწორი გზა მისცა. უახლოეს წლებსაც თუ გავიხსენებთ, ისევ როდესაც გაურკვეველი ძალები ძლავრობდნენ და უტევდნენ ჩვენს ტრადიციებს, უტევდნენ ქრისტიანობას. ქრისტიანობა არ გახლავთ მარტო რწმენა ქართველებისთვის, ქრისტიანობა ჩვენი კულტურის უდიდესი ნაწილია. ისევ მისმა უწმინდესობამ, ჩვენმა პატრიარქმა სწორი გზა აჩვენა ჩვენს ერს. ჩვენ ბედნიერი ერი ვართ, რომ გვყავს ესეთი სულიერი მამა. მის უწმინდესობა, ჩვენი საყვარელი პატრიარქი ილია მეორე. მიულოცოთ მას და უსურვოთ დიდხანს ჯანმრთელობა და სიცოცხლე ჩვენი ერის საკეთილდღეოდ. მე მინდა მადლობა გადავუხადო მის ყოვლად უწმინდესობას, მსოფლიო პატრიარქს, რომელმაც პატივი დაასდო ჩვენს უწმინდესობას, ჩვენს პატრიარქს და მიულოცა დაბადებიდან 80 წლის თავი და აღსავდრებიდან 35 წლის თავი. ჩვენ ზეიმობთ ჭეშმარიტად ზეიმობთ დღეს მთელი მსოფლიოს მართლმადიდებელი ქრისტიანობა. ეს პრაქტიკულად ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის წარმოადგენელი უოცავს ჩვენ საყვარელ პატრიარქს, მის უწმინდესობას დაბადებიდან 80 და აღსავდრებიდან 35 წლის თავს. ყველას თუმაც მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო იმისათვის, რომ ესეთი პატივი დაძდეს ჩვენ საყვარელ პატრიარქს. კიდევ ერთხელ ვუოცავ მის უწმინდესობას დაბადებიდან 80 და აღსავდრებიდან 35 წლის თავს, ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს უსურვებთ მას. გიოცავთ თქვენ ყველას, უოცავთ საქართველოს. იდეოლოგიურად ვიხარეთ, უბედნიერეთ. მისასალმებელ სიტყვას წარმოთქვამს უწმინდეს ირინეოსი, მთავარეპისკოპოსი პეჩისა და მიტროპოლიტი ბელგრად კარლოვაცისა, патриархის сრულიად сербეთისა. Ваше святейшество, ваше блаженство, премьер-министр Грузии, святые архиереи Церкви Православной, братья и сестры, приветствую ваше блаженство от имени Сербской Православной Церкви, своего имени, от имени нашего Синода и всей полноты нашей поместной Сербской Церкви, желая вам благословения Божья для ваших двух юбилеев, 35-летие вашего патриаршего служения и 80-летие от вашего рождения. От времени вашего рождения, блаженнейший, до сегодняшнего времени случились огромные события исторические, в которых вы участвовали действенно в этих событиях и в этих переменах, которые случились вообще в современном мире. Naravno, mnogo što se dešavalo bez volje Много что случилось в это время, это было по допущению Божьему, не всегда по воле Божьей. Но вы, как пастырь Церкви Христовой, участвовали евангельским способом в всех этих событиях и ваш дали свой вдол в этом в жизни церкви, не только грузинской, но вообще в жизни православной церкви. В вашем архиерейском, архипастерском служении вас сопровождала рука Господня,
но и молитвы ваших священников, епископов Грузинской церкви и благочестивого народа грузинского. Во время этих перемен и во время упадка система коммунистического вы так мудро, смирением, с добротою и с мудростью вам удалось все эти перемены сделать, и с другой стороны и новая власть христианская и демократическая, которая взяла кормила в Грузии, с вашей помощью она делает это согласие, подлинное согласие между церковью и между властью. I kulturi gruzijskog naroda. Это была великая трагедия, когда церковь и большинство народа шли одною дорогою, а власть управляющая, она шла свою дорогу, и это было такое распятие подлинной церковной жизни и демократического способа жизни. Но вам удалось в это время преодолеть все эти искушения. И благодаря вашим трудам и вашей государственной власти поняли значение церкви. И нас очень радует, что мы видим, что все представители грузинской власти, они вместе с вами, и государство вместе с вами и поддерживает ваше евангельское дело. Вот, дай Бог вам крепости и духовных сил, чтобы продолжать это благословенное дело ваше и совместно всем управляющим этой страной, чтобы мудро жили и устроили человека достойную жизнь в Грузии. Вам, ваше святейшество, желаем здоровья от Господа и благополучия, чтобы продолжать это святое евангельское дело в вашем благочестивом народе. Arhipastire stazom Hristovom. Iz sveg srca kličemo, ispolajte Despoda na mnogaja ljeta, svjati Vladiko. Приветствуем, исполайте Деспода. Predajem ovaj žezal, da se sećate nas. Передаю вам этот жезл, символ власти архиерейской, чтобы и нас поминали в своих святых молитвах. მისასალმებელ სიტყვას წარმოთქვამს ბულგარეთის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტი ვარნისა და დიდი საპრესლავისა მისი მაღალყოლადო სამღვდელოესობა მეუფე კირილე. Ваше Святейшество, возлюбленный Господи, Святейший и Блаженнейший Владыко, сердечно поздравляем вас со светоносным Рождеством Христовым и всех представителей православных церквей. Возрадуемся озаренной светом Вифлеемской звезды, которая направляет наши шаги красивые и благодарственные Творцом Грузии. И одними устами и одним сердцем поблагодарим Бога, который так возлюбил мир, что отдал Сына Своего Единородного, дабы всякий, верующий в Него, не погиб, но имел жизнь вечную. В эти знаменательные юбилейные торжества с особым рождественским восторгом исполняем приятное поручение по решению Священного Синода Болгарской Православной Церкви, принят участие с подобающей случаю делегацией празднования сестры Грузинской Православной Церкви, посвященной 80-летию вашего святейшества и 35-летию вашей священной интронизации, что является историческим событием и высокой честью
для всех нас. Ваше избрание на исторический грузинский патриарший престол, совершившееся по воле Святого Духа 35 тому назад, явилось не только продолжением древней грузинской духовности, апостольской церковности и народно-патриотического служения, но и воздвигло грузинскую патриархию на небывалые высоты. Ваша миротворческая активность в столь сложном географическом регионе и деятельность по возрождению мистической православной духовности после тяжелого безбожного и сатанинского режима даже на территориях с вековым исламом несет равноапостольский свет, являющийся мощным маяком для грузинского общества. С благодарностью к Богу свидетельствуем о самых искренних чувствах, уважения и преклонения, которые мы испытаем к вашему святейшеству, к вашему превосходительскому делу. Паки пользуясь торжественным случаем от имени архиереев, клира и паствы Болгарской православной церкви, от имени почтенной болгарской церковной делегации, подносим вашему святейшеству свои глубокие почитания и признательность с уверением в неизменной, наполняющейся души любовью к Господа, преисполненной братским отношением к вам, грузинскому католикосу, патриарху и ко всему прекрасному грузинскому народу, утвержденные во взаимной крестовой любви, вдохновленные сознанием церковного всеправославного единства и общими благочестивыми стремлениями наших православных стран, остаемся с твердой надеждой в церковный просперитет и вместе с ангелами приглашаем слава вечной Богу и на земле мир человецих благоволение. Прошу ваших святых молитв и оставаюсь ваше святейшество, брат, примите ваше святейшество на память этого великого торжества, икону нашего первосвятителя, святого Ефимия, патриарха Терновского, и молитесь за нами, как и мы будем молиться о вас. Многое, мраво джамие, усмендесу, да унитарису миопил. მისასალმებელ სიტყვას წარმოთქვამს უნეტარესი ქრისტეფორე, მიტროპოლიტი პრაღისა და სრულიად ჩეხეთისა და სლოვაკეთისა. Ваше святейшество Панайотате, Агиархиерис Аделфиаделфес, братья, архиереи, отцы, братья, сестры, Ваше Высокопревосходительство, господин министр-премьер, разрешите мне выразить нашу радость и передать от православных чешских земель и Словакии низкий поклон и сыновский привет. Ваше Святейшество, вы знаете, как мы вас любим. Вы знаете, что мы каждый день совершаем молитвы за вас. Вы образец пастырского служения, вы не забываете своих грузин в Праге, в Чехии, посылаете по праздникам Пасхи, Рождества священника в Прагу, чтобы он на грузинском языке совершал божественную литургию и другие службы. Разрешите мне передать вам сосуд из богемского чешского кристалла, чтобы вы освящали свой народ, чтобы вы молились за нас, чтобы Господь вас сохранял на многое и благое лета. Исполайте деспота. მისასალმებელ სიტყვას წარმოთქვამს წარმომადგენელი უნეტარესი პაპისა და პატრიარქისა, დიდი ქალაქის ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკისა თეოდორესი, მისი მაღალყოლად უსამღვდელოესობა მიტროპოლიტი ზიმბაბვესი და ანგოლასი მეუფე სერაფიმე.
Μακαριότατε ο Αλεξανδρινός προκαθήμενος κύριος Θεόδωρος μαζί με τον οικουμενικό μας Αλεξανδρისა და სრულიად აფრიკის პატრიარქის ასევე ყოლად უწმინდესი მსოფლიო პატრიარქის ბართოლომეოსთან და ასევე იმ ეკლესიების χαρά την μεγάλη την οποία εορτάζει σήμερα პირველ პირებთან ერთად რომლებიც დღეს აქ არიან და წარმომადგენლებთან ერთად მათთან ერთად ჩვენს გვიხარია იმ უდიდეს დღესასწაულის აღნიშვნა რასაც ქართველიერი აღნიშნავს ჩვენ დარწმუნებული ვართ იმაში რომ თქვენი ილოცებთ ლოცულობ და კიდევ ილოცებთ ჩვენი ერის ჩვენი აფრიკელი ქრისტიანებისათვის ვინაიდან თქვენი ლოცვა ჩვენ ყოველთვის გვჭირდებოდა და კვლავაც გვესაჭიროება უღრმესი მადლობა მრავალ საწლებსა მეუფეო ის პოლაეთი დესპოტა να αγαπά τον λαό της όπως τον αγαπήσατε εσείς. Ის πολλά έτη დέσποτα. მისასალმებელ სიტყვას წარმოთქვამს ღმრთის ქალაქის დიდი ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქის უნეტარეს იოანე მეათის წარმომადგენელი მაღალყოლადუსამღვდელოესი ბასილიოსი არკადიის მიტროპოლიტი და ლიბანის ეგზარქოსი. Μακαριότατε πατριάρχα της Αγιωτάτης Εκκλησίας Γεωργίας, εκ μέρους του Μακαριωτάτου Πατριάρχου Αντιοχίας Ιωάννου του Δεκάτου, βρίσκομαι σε αυτές τις ιερές και μεγάλες γιορτές του უნეტარესი ანტიოქიის პატრიარქის იოანე მეათის სახელით გილოცავთ თქვენი აღსაყდრებიდან 35 წლისა და დაბადებიდან 80 წლის იუბილეს. Και 80 χρόνια από τα γενέθλιά σας. მე არ ვიცი როგორ გამოხატო ის უდიდესი სიყვარული რაც ვიხილე თქვი და კვლავ კიდევ ამბობ საქართველოს პრეზიდენტის ბატონი პრემიერ-მინისტრის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის და ღვთისმოყვარე ქართველიერისა რომელიც ჩემი თვალით ვნახე უდიდესი სიყვარული რომელსაც გამოხატავენ თქვენს მიმართ και με αυτό το περιούσιο λαό ο οποίος πατρικώς εκφράζονται την αγάπη τους προς εσάς. მაქვს პატივი რომ იმყოფებოდე საქართველოში და მე შემიძლია კიდევ გავიმეორო რომ იმყოფები ჩემს ნათესავებთან საქართველოში სახარებისეული სიტყვით ჩამოსატანად. Και όπως είπα αστιευόμενος χθες ότι ήρθα να προσκυνήσω τα Άγια Λείψανα των συγγενών μου, δηλαδή των Αγίων 13 μοναχών ασκητών που έκαναν ιεραποστολή σε αυτή την Αγίο Τόκο γη της Γεωργίας. Εκ μέρους του Μακαριωτάτου და უდიდესი თხოვნა მაქვს თქვენ უწმინდესობა რომ ილოცოთ სირიელი ხალხისათვის ვინაიდან მოგეხსენებათ ის უმძიმესი კატასტროფული მდგომარეობა რაც არის სირიაში და თქვენი ლოცვა ნამდვილად შეეწევა სირიელ ხალხს. Ζητάμε να προσεύχεστε Παναγιώτατε Δέσποτα με όλους τους αρχηγούς των Ορθοδόξων Εκκλησιών και με όλο το Ορθόδοξο λαό ανά όλη την οικουμένη να προσεύχεστε να εισέλθει ξανά, να ξαναέλθει η ειρήνη στη Συρία όπου το ξύφος σερίζει τα κεφάλια όπως σερίζει το δρύπανο το σιτάρι. Γι' αυτό σας παρακαλούμε να εύχεστε θερμά προς τον εν τριάδη Θεό να μας φυλάξει από πύρκα μάχαιρα και να μας φυλάξει ο Θεός από κάθε καταστροφή διότι τώρα και από 2 χρόνια και μέχρι τώρα καταστρέφονται οι πόλεις και ολόκληρες δημογραφίες, δηλαδή να μην γίνεται και οι αλλαγές, δημογραφικές αλλαγές σε εκείνη την περιοχή και να βρεθούν πάντα οι χριστιανοί σε αυτή την περιοχή, οι Ορθόδοξοι και οι λοιποί άνθρωποι. Εκ μέρους του Μακαριωτάτου Πατριάρχου Αντιοχίας σας παρακαλούμε να δεχτείτε αυτό το ύφασμα, το δαμασκηνό ύφασμα, αλλά δεν ξέρουμε αν ξαναέρχομαστε στη Γεωργία θα βρεθεί τέτοιο ύφασμα, τα εργοστάσια να κάνουν πάλι χριστιανικά ή αλλιώτικα άμφια υφάσματα.
წმინდა ქალაქ იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქის უნეტარეს თეოფილეს წარმომადგენელი მისი მაღალღირსება არქიმანდრიტი ნექტარიოს. Წმინდესო და უნეტარესო სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქო მცხეთა თბილისის მთავარ ეპისკოპოსო ბატონო ილია. Χαίρει και φρένεται η Σιωνίτης Εκκλησία, το παλέφατο დღეს იერუსალიმის უძველესი ეკლესიაში ძეიმია, რადგან იცის, რომ მე აქ ვიმყოფები სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის აღსაყდრებიდან 35 და დაბადებიდან 80 წლის თავისადმი აღსანიშნავ საზეიმო ლიტურგიასა და ღონისძიებებზე. εις των θρόνων της Αγιωτάτης Εκκλησίας της Γεωργίας και των 80 γενεθλίων ημών. იერუსალიმის ეკლესიის პატრიარქს თეოფილე მესამეს მთელი გულითა და სულით უნდოდა თქვენს გვერდით ყოფნა ამ სადღესასწაულო დღეებში, მაგრამ გარკვეული მიზეზებით ვერ შეძლო და პატივი მხვდა წილად მე, რომ ჩამოვსულიყავი და მე გამეზიარებინა ეს საიუბილეო დღეების და ზეიმის სიხარული. მიუხედავად გადმოგცემთ პატრიარქის საუკეთესო სურვილებს თქვენს ორივე იუბილესთან დაკავშირებით და მთელი სულითა და გულით ის ჩვენთან ერთად იმყოფება და რადგან იცის, რომ ქართველი ხალხი სიმბოლურადაც და საქმითაც აღნიშნავს მთელი გულით ამ ორ დღესასწაულს. ჩვენ ისიც ვიცით, რომ ქართველ ხალხში რომ საქართველოში ყველაზე მეტად თქვენი სჯერათ ჩატარებულმა გამოკითხვებმა ცხადყო, რომ მოსახლეობის 93% თქვენ გიჭერს მხარს, თქვენი სჯერა, თქვენი სიტყვა მათთვის მთავარი. თქვენ არა მხოლოდ საქართველოში გაქვთ დიდი ავტორიტეტი, არამედ მთელ მსოფლიოში. ამას ადასტურებს ის, რომ აქ იმყოფება ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი, ზოგიერთი საჭეთპრობელი, რა თქმა უნდა, მისი ყოვლადუწმინდესობის მსოფლიო პატრიარქის ბართოლომეოსის წინამძღოლობით. გადმოგცემთ მისი უნეტარესობის იერუსალიმის პატრიარქის თეოფილეს მოლოცვას, რომელიც გისურვებს ჯანმრთელობას, დიდხან სიცოცხლეს და თქვენი ეკლესიის მართვას ისევე წარმატებით, როგორც ეს აქამდე გქონდათ და საჭე, რომელიც ხელს გიფყრიათ, მხოლოდ ისეთი ნავსაყუდელებისაკენ მიგემართოთ, სადაც დაგვხდებათ კარგი და ხელშესაწყობი პირობები. გადმოგცემთ მადლს ქრისტეს ცხოველმყოფელი საფლავისა, შეგეწიოთ მისი მადლი, გაგაძლიეროთ თქვენი ეკლესია და თქვენი ხალხი. Η ένδειξη δε και απόδειξη της προς εμάς σε Χριστό Ιησού αδελφικής αγάπης ამ საზეიმო დღის აღსანიშნავად გადმოგცემთ პატრიარქ თეოფილესგან საჩუქრად საწიაღეს, რომელსაც პანაჟიას ვუწოდებთ და რომელიც დამზადებულია საგანგებოდ კონსტანტინოპოლში. მისასალმებელ სიტყვას წარმოთქვამს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის უწმინდესი კირილეს წარმომადგენელი ვოლოკოლომსკის მიტროპოლიტი, მოსკოვის საპატრიარქო საგარეო განყოფილების ხელმძღვანელი, მისი მაღალყოლადუსამღვდელოესობა მეუფე ილარიონი. თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, ნება მიბოძეთ წაგიკითხოთ უწმინდესის მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის კირილეს მოლოცვა. თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, ქრისტეს მიერ საქვარელო ძმაო და თანამოსაგრევ, გულწრფელი სიხარულით მოგილოცავთ ღირსშესანიშნავ თარიღებს, დაბადებიდან 80 და საპატრიარქო აღსაყდრებიდან 35 წლის თავს. თქვენი ცხოვრება სიღრმიდანვე ეკლესიას ეძღვნებოდა და მისი მრავალწლიანი უწყვეტი მსახურებითაა აღბეჭდილი.
თქვენი ცხოვრების გზის არჩევანი და მისი ერთგული მსახურება საწინდარია თქვენი უმდიდრესი სულიერი გამოცდილებისა და სამღვდელმთავრობო სიბრძნის. თქვენ ღვთისგან ბოძებული გაქვთ სულიერი ნიჭი, რომელიც ამავე ცხოვრებაში მიწაზე გამოავლენეთ როგორც ქრისტეს ჭეშმარიტმა მსახურმა. სწორედ ეს ნიჭია ის პასდაუდებელი საუნჯე, რომელსაც თქვენ საქართველოს ეკლესიის წინამძღვარი დავღალავად უნაცილებთ თქვენ სამწყსოსა და მთელს მართლმადიდებლურ სამხაროს სახარების სიტყვებით, არცა აღანთიან სანტელი და დადგიან ქვეშე ღვინირსა, არამედ სასანთლესა ზედა და ხნატობნ იქი ხოველთა, რომელნი არიეთ სახლსა შინა. განვლილი წლების მანძილზე თქვენ ბრძანდებოდით დიდი ისტორიული ძვრების მოცნე, თქვენი საპატრიარქო მსახურება განსაკუთრებული ეპოქაა, არა მხოლოდ საქართველოს ეკლესიის ცხოვრებაში, არამედ ჩვენი ორი ეკლესიის ურთიერთობაშიც, რომელიც თქვენი პირადი თვისებების გამო ინარჩუნებს გულწრფელობას, სითბოსა და ქრისტეს მიერ სიხვალულს. თქვენი საპატრიარქო აღსახდრებიდან მოხოლებული საქართველოს უძველესი ეკლესია და ძლიერ დარწმენასა და ღირსებაში მნიშვნელოვნად გამრავლდა სამღვდელოებაც და სამწყსოს, ტაძრებიც და მონასტრებიც. ახლა როცა თქვენ გარმოცული ბრძანდებით საკუთარი ხალხის სიყვარულითა და პატივისცემით, როცა მცქით რწმენის, ღვთის იმედის, სიბრძნისა და დაუღალავი შრომის პასად კეთილი დიდება მოიპოვით მთელს მართლმადიდებლურ სამხაროში, პატივს მივაგებ თქვენს წარუვალ დამსახურებას ღვთისა და ერის წინაშე და მოვუხმოდ ბრძენის სიტყვებს. მართლის ნაყოფი სიცოცხლის ხეა და ბრძენის სულებს იზიდავს. ლოცვით ვუსურვებ თქვენს უწმინდესობასა და უნეტარესობას გაძლიერებას და ღვთის შეწევნას თქვენს მაღალ მსახურებაში, ხოლო თქვენს ხოვლადღირ სამწყსოს სულიერ გაძლიერებას რწმენასა და ქრისტეს მიერ სიხვალულში. ზმური სიხვალულით კირილე მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი. ნებამიტოძეთ უწმინდესი პატრიარქის კირილის მოლოცვას და ვურთო ჩემი პირადი კეთილი სურვილები, გისურვოთ ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე და საჩუქროდ გადმოგცეთ ეს ხატი ღვთისმშობლისა, წმინდა რუსეთისა და წმინდა საქართველოს მფარველის. მრავალჯამიერ. მამავ და მეუფევ, თქვენო უწმინდესობავ მსოფლიო პატრიარქო ბართლომეოს, უნეტარესნო წინამძღვარნო, ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიასა პატივცემულნო წარმომადგენელნო, საქართველოს ეკლესიის ყოვლად უსამღვდელოესნო მღვდელმთავარნო, თქვენო აღმატებულებავ ქალბატონებო და ბატონებო, ჩემო საყვარელო ქრისტიანო დებო და ძმებო, დღეს ამ უმნიშვნელოვანეს წუთებში ჩვენს გვერდით გონებით იმყოფება იუსტინიანისა და სრულიად კვიპროსის მთავარეპისკოპოსი უნეტარესი ქრიზოსტომოსი, კვიპროსის ძირძველი სამოციქულო ეკლესიის სასულიერო იერარქია, მისი საეკლესიო დასი და ერი, რომლებიც ჩვენთან ერთად თანაზე იმობენ უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის დაბადების 80 და მისი აღსაყდრების 35 წლის თავს. თქვენო უნეტარესობავ, საქართველოს ისტორიული და მოწამეობრივი ეკლესიის საპატიო საჭეთ მპყრობელო, ვმადლობ წმინდა სამებას იმისათვის, რომ დღეს კვიპროსის უნეტარესი მთავარეპისკოპოსის ნებითა და მისი მოკრძალებული განკარგულებით მე ვიმყოფები საქართველოს საპატრიარქო სამკვიდრებელში,
სადაც ვტყბები საქართველოს პატრიარქის მამობრივი სიყვარულით ახსავს მასპინძლობით და პავლეს, ბარნაბასა და მარკოს მოციქულების მიერ დაარსებული უწმინდესი ეკლესიის სახელით ქედმოხრით მოგმართავს. სრულიად საქართველოს ეკლესიის უნეტარესო საყდართ მპყრობელო, უფალო ილია, შევთხოვთ ზეციერ მღვდელმთავარ ჩვენს ღმერთს, ადამიანთა სურვილებისა და განზრახვების მცნობელს, რათა მოგცეთ ჯანმრთელობა, სიმტკიცე, ისე რომ კიდევ მრავალი წლით გაგრძელდეს და გამრავალჟამდეს თქვენი უზენაესი წყემსთავრული მოღვაწეობა. თქვენი ქვეყნის მართლმადიდებლური ეკლესიის ხელოვნებისა და თქვენი კულტურის ისტორიის ფურცლებზე უკვე ჩაიწერეთ როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პიროვნება და ერის წინამძღვარი, რომელიც უდიდესი სიყვარულითა და გულისხმიერებით დღე და ღამე დაშვება და ეწირება ადამიანის და კეთილმორწმუნე ქართველი ერის კეთილდღეობისათვის. და ეს ყველაფერი კი ამ შთამთქმელი გლობალიზაციის ეპოქაში, სადაც ადამიანს პიროვნული თვითშეგნების შესანარჩუნებლად უწევს დაუზოგავი ბრძოლა. თქვენო უწმინდესობავ, თქვენი ქრისტესმიერი ძმა, მოძმე კვიპროსის სამოციქულო ეკლესიის პირველი ერარქი, გთხოვთ რომ ჩემი და ჩემთან ერთად მყოფი კონსტანტიისა და ამოხოსტოს მიტროპოლიტი მეუფე ვასილი მიიღოთ ეს უმნიშვნელოვანესი საჩუქარი დიგირტრიკირი, როგორც მთავარეპისკოპოსის წერილი და ლოცვა, რომ თქვენი ადამიანისადმი სიყვარულის ძღვენი კვლავაც ანათებდეს და ბრწყინავდეს და ედიდებინოს უფლის სახელი საქართველოში, კვიპროსში და მთელს მზის ქვეშეთში. თქვენო უნეტარესობავ, საღმრთო ჟამის წირვისას, როდესაც დალოცავთ და ღმერთს შეავედრებთ უფლის მიერ რჩეულს თქვენს ერს, შვილებრივ შეგთხოვთ, ნუ დაივიწყებთ მოძმე კვიპროსელებსა და მათ სულიერ მამას, კვიპროსის მთავარ ეპისკოპოსს, მის უნეტარესობას, ქრიზოსტომოს მეორეს, რომლებიც იღწვიან ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთით, რათა იქ მართლმადიდებელ მოწამეთა და წმინდანთა კუნძულზე დარჩენილებმა უცვლელად შევინარჩუნოთ 2000 წლოვანი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის გარდამოცემა. თქვენო უწმინდესობა, მსოფლიო პატრიარქო, თქვენის კურთხევით ნება მომეცით, მე წარმოვთქვა საქართველოს პატრიარქის სამრავალჟამიერო, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, აჯანმრთელე უფალო ამრავლე სულიერი ნაყოფი მისი, სადიდებდად უფლისა და უსაყვარლესი მოძმე ქართველი ერის საკეთილდღეოდ, მრავალ საწელსა, მრავალ ჟამიერ, ის პოლაეტი თქვენო უწმინდესობო. მისასალმებელ სიტყვას წარმოთქვამს ათენისა და სრულიად საბერძნეთის მთავარეპისკოპოსის უნეტარესი იერონიმეს წარმომადგენელი, კიფისოს, ამარუსის და ოროპოსის მიტროპოლიტი, მისი მაღალყოლადუსამღვდელოესობა მეუფე კირილე. Μακαριότατε εν Χριστώ αδερφέ, ευλογία και χάρη. Χριστές μιέρο უნετάρες το θυμάω, όλα τα μόνος καλαπτής μάθητα τα σκάλα που σχέθητα όταν κουμένες τεριγκλίδα γνωστήσας πολλές παιδασούρμα, που είναι ունετάρες ome γάμου άλλου σχέθητα που έχει σακατολούς ουσμίνες μάρτημα δε βελεκκλησίες, σάκετ προβελούβα κύπωτα. Ასე ოთხმოცი წელი წინდა როდესაც უნეტარესობა 1933 დაიბადა რადიკალში. მონაწილეობ დავიზიარებთ რა თქვენი უნეტარესობის საქართველოს ეკლესიის მღვდელმსახურთა და თვითწოდებული ქართველი ერის მიერ ორი უმნიშვნელოვანესი საიუბილეო თარიღის აღნიშვნის სიხარულს, ისურვებთ ღვთის კურთხევასა და ძლიერებას და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკეთილდღეოდ მსახურებას. 35 წლის განმავლობაში ფარკურს ვადევნებთ თქვენი უნეტარესობის ღვაწლსა და წყემსარულ ზრუნვას თქვენი ომოფორის ქვეშ საქართველოს ეკლესიის მორწმუნე შვილებისათვის. თქვენს პიროვნებაში უნეტარესო ძმაო, ჩვენ ყოველნი აღვიარებთ ჩვენი მოძმე მართლმადიდებელი ქრისტიანების წყემს კეთილს და ერთი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის წმინდა გარდამოცემისა და რწმენის დოგმატების ღირს დამცველს. აღნიშნულის გამოვთვლით, რომ საქართველოს ღირსეული სამღვდელოება და ქრისტეს მოყვარე ერი ღირსეულად დღესასწაულობს და მათთან ერთად დღესასწაულობ ჩვენს, თქვენი ბერძენი ძმები და მთელი სამყაროს მართლმადიდებელი ქრისტიანები. მონაწილეობთ რა როგორც ძმები ამ სულიერ სიხარულში, თქვენი უნეტარესობის მოწვევის საფუძველზე უერთდებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებს, მიძღვნილ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის და მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის უნეტარეს ილია მეორის აღსაყდრებიდან 35 და დაბადებიდან 80 წლის იუბილესადმი.
გულითადად გილოცავთ თქვენ უნეტარესობა დღევანდელ დღეს, გისურვებთ ყოველად მოწყალე ღმერთმა მოგანიჭოთ მრავალი წლის სიცოცხლე და დაიცვას შეურყეველად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია. ჩვენ უნეტარესო ძმა გვაქვს შეურყეველი რწმუნებულება იმისა, რომ თქვენი უნეტარესობა საღვთო განგების წმინდა ჭურჭელს წარმოადგენს, რომელმაც ეკლესიაში ყოვლადწლიერი ღვთის დიდება და ძალა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა. მოვლენა, რომელიც თქვენი დაუღალავი შრომისა და ლოცვის ნაყოფს წარმოადგენს. შევთხოვთ ყოვლად მოწყალე ღმერთს, რათა აკურთხოს და განაძლიეროს თქვენი საქმიანობა. დაიცვას თქვენი ძვირფასი სიცოცხლე და მოგანიჭოთ წყემსთავრობის მრავალი წელი. გთხოვთ ილოცოთ ჩვენთვისაც ქრისტეს მიერ საყვარელი ძმისთვის, რათა გქონდეს ყოვლად მოწყალე და ყოვლადძლიერი ღმერთის დახმარება და ზრუნვა ჩვენ საქმიანობაში, ჩვენი უწმინდესი ეკლესიის საკეთილდღეოდ. ამასთანავე გამოხატავთ რა საბერძნეთის ეკლესიის მღვდელმთავართა, ბერძენის აღდგენლოებისა და ბერძენი ერისმძღვრის სიყვარულს ამ ისტორიულ იუბილესთან დაკავშირებით საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდის წარმომადგენლის, მაგრამ ყოვლად უსამღვდელოესი ეპისკოპოსის ამარუსიუსა და ოროპოსის მიტროპოლიტის, ჩვენი საყვარელი ძმის ბატონ კირილეს ხელით გიძღვნით სამახსოვრო საჩუქარს და გთხოვთ ევედროთ უფალს და ილოცოთ საბერძნეთის მოძმე მართლმადიდებელი ქრისტიანებისათვის. კვლავ გიამბორებით თქვენ უნეტარესობა, წმინდა ამბორი და გემშვიდობებით ქრისტეს მიერი სიყვარულით. ქრისტეს მიერი საყვარელი ძმა იერონიმე მეორე ათენისა და სრულიად ელადის მთავარ ეპისკოპოსი. მისასალმებელ სიტყვას წარმოთქვამს ვარშავისა და სრულიად პოლონეთის მიტროპოლიტის უნეტარეს საბას წარმომადგენელი Горлицის ეპისკოპოსი, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა მეუფე პაისი. Ваше Всесвятейшество, Патриарх Вселенский Варфоломей, Ваше Святейшество, Ваше Блаженство, Богомудрые архипастыри, Ваше Высокопревосходительство, Господин Премьер-министр, представители государственной власти, представители Царского дома, братья и сестры, разрешите зачитать поздравительный адрес Его Святейшеству, Святейшему и Блаженнейшему Илии II, католикосу-патриарху всей Грузии, Тбилиси. Ваше Святейшество, Святейший Владыка-Патриарх, сегодня взоры верующих Грузинской Православной Церкви и всех любящих вас направлены к вашему святейшеству, желая оказать вам свою любовь и уважение по случаю 80-летия со дня рождения и 35-летия патриаршего служения. Прошли вы длинный жизненный путь во время атеистического тоталитаризма, когда нужно было мужественно защищать интересы церкви и ее верующих. Во время же политических перемен вы явились для церкви Грузии столбом и утверждением истины. И сегодня нужно этот момент из вашей жизни крепко подчеркивать. Поэтому сегодня верующие, свидетельствуя о вас, говорят: благодарим Бога за такого патриарха. Если бы не он, не знаем, какой была бы Грузия. Благодарность это признание ваших трудов для церкви и Отечества. Необходимо констатировать также и тот факт, что за время вашего первосвятительского служения увеличилось число епархий, монастырей, построено новые храмы, совершено прославление защитников православия, а в том числе и священномученика архимандрита Григория Парадзе. Он явился звеном, связывающим наши церкви. С другой стороны, стал образцом для всех нас, как следует давать свидетельство миру о правде Божией. Погиб он на польской земле в Освенциме, Аушвиц, отдавая свою жизнь за другого человека. Радуемся, что сотрудничество между нашими церквями все больше развивается, не только между официальными лицами церквей, но и между обыкновенными верующими посредством разного рода паломничеств и личных контактов.
Ваш официальный визит в нашу церковь поставил крепкую печать на эти отношения, и за это благодарим Господа. Ваше Святейшество, от полноты Польской Православной Церкви и лично своего сердечно приветствую вас с юбилеями 80-летия со дня рождения и 35-летия патриаршего служения. Молитвенно желаю вашему Святейшеству богатых милостей от Господа, которому верно служите, здоровья и всякого благополучия в ежедневных трудах. Храни вас Господь многое лето, Святейший Владыко-Патриарх Савва, митрополит Варшавский и всея Польши. Ваше Святейшество, дозвольте преподнести вам икону первого святого, прославленного нашей автокефальной православной церковью священномученика Максима Горлицкого. Икону с частичкой его мощей. Его мощи хранятся в моем кафедральном соборе, и пусть эти мощи хранятся у вас на грузинской земле, в знак благодарности за то, что вы отдали нам своего священномученика Григория, который положил свою жизнь за наши церкви. Спаси Господи. მისასალმებელ სიტყვას წარმოთქვამს ტირანას, თრაქიისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოსი უნეტარესი ანასტასიუსის წარმომადგენელი მიტროპოლიტი არგირო კასტროს, მისი მაღალყოლადუსამთავროესობა დიმიტრიოსი. Μακαριότατε και αγιότατε Καθολικέ Πατριάρχα Πάσης Γεωργίας, Αρχιεπίσκοπε Μητσχέτης Τυφλίδος και Μητροπολίτα მთავარეპისკოპოსო მცხეთა თბილისისა და მიტროპოლიტო ბიჭვინთისა და ცხუმა აბღაზეთის ქრისტეს მიერ საყვარელო ძმაოთა თანამწირველო ბატონო ილია. უდიდესი სიხარულითა და ღვთისადმი დიდებით მონაწილეობთ სადღესასწაულო ღონისძიებებში მიზურებს თქვენი პატრიარქობიდან 35 და დაბადებიდან 80 წლის იუბილესაც. პაულს ვადენებთ რა თქვენს განსაკუთრებულ შემოქმედებას და სულიერ წინვალებას, განსაკუთრებით თქვენს უდიდეს ღვაწლს საქართველოს აპატრიარქოს ყველა საეკლესიო სტრუქტურის განახლებისა და განვითარებისათვის ვღაღადებთ. იყავ სახელი უფლისა კურთხეულ, რომელმაც მრავალი შეუფასებელი საჩუქარი უბოძა თქვენი სახით ღვთისმშეულ ქართულ ერს. იმავდროულად ვაანალიზებთ თქვენი პატრიარქობის დროს მიღწეულ სასწაულებრივ წინსვლას საქართველოს ეკლესიისა და ვთვლით, რომ იგი მთელი მართლმადიდებლური სამყაროს ერთი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის კურთხევას წარმოადგენს, რომელსაც ორგანულად მიეკუთვნება ყოველი მართლმადიდებელი. ახსოვთ რა წმინდა მოციქულის სიტყვები, თუ იდიდებინ ერთი ასო, იმისთანა იდიდებიეთ ყოველი ასონი. ჭეშმარიტად გულითა და თხარო ჩვენს და ვმადლებთ ღმერთს და მოუკლებლად მომიხსენებთ თქვენთამაც საქმეთა სარწმუნოებისათა და შრომასა, სიყვარულისასა და მოთმინებასა მას სასვევისასა. Τότε ცნობილია, რომ თქვენი უნეტარესობის ერთ-ერთ ძირითად დამახასიათებელს წარმოადგენს წმინდა წერილის სიღრმისეული კვლევა და წმინდა საეკლესიო გარდამოსემასთან თქვენი სიახლოვე. ჩვენი ეკლესიის წარმომადგენლის არგირო კასტროს მაღალყოლადუს სამღვდელოების მიტროპოლიტის ბატონ დიმიტრიოსის და ყოლადუს სამღვდელოების თბილისის ეპისკოპოსის ბატონ ასტის სახელით გიგზავნით ახლახანს გამოცემულ უძველეს მე-10 საუკუნის სახარებათა კოდექსს, რომლის ორიგინალის ქალაქ ტირანაშია დაცული. στον οποίον από παιδικής ηλικίας ολοψύχος αφοσιωθείτε. Გული სიღრმიდან აღმოედინება ჩვენი მდაბალი ლოცვა და ბედრება, რათა უფალმა ღმერთმა, რომელსაც ბავშვობის ასაკიდან მიუძღვენი თავი, მოგანიჭა ცხოვრების მრავალი წელი ჯანმრთელობა, სულიწმინდისეული ძალა საქართველოს ღვთისმშეული მართლმადიდებელი ერის წინ გასაძღოლად, ღვთისაყვარელი და ღვთისათვის სათნო სულიერი და კულტურული მიღწევებისაკენ. Των εκλεκτών ορθόδοξων λαών της Γεωργίας. რომლებიც ყოვლადწმინდა საიმის ჭეშმარიტებას, სიმართლესა და სიყვარულს გამოხატავენ. გიამბორებით წმინდა ამბორი და გემშვიდობით განსაკუთრებული პატივისცემით და ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტეს მიერი უდიდესი სიყვარულით. Διατελούμεν με τεξαιρέτω τιμής και βαθυτάτης αγάπης εν Χριστώ το επιφανέντη σωτήρι ημών. Αναστασίωση, მთავარეპისკოპოსი ტირანისა, დირახიისა და სრულიად ალბანეთისა. Თქვენო ყოვლადწმინდესობა, Παναγιώτατε, თქვენო აღმატებულება ბატონო პრემიერ-მინისტრო, εξοχότατε κύριε Πρωθυπουργέ, თქვენო ურწმინდესობა სერბეთის πατριάρχο, μακαριότατε Πατριάρχα της Σερβίας, ძმანო და დანო, ეს დღესასწაული გავს დღესა მას აღსებისასა.
აღდგომის დღეს მოგვაგონებს ჩვენ ქრისტესაც მე დიდად გმადლობთ იმ ჩემი მცირე საქმიანობისათვის რომელიც მე გავაკეთე ამ წლების მანძილზე ჩვენ გმადლობთ პავლად უწმინდესო ბართლომეოს პატრიარქო მსოფლიოს პატრიარქო რომ თქვენ გასწიეთ ეს დიდი შრომა და ჩამობრძანდით აქ მაგრამ თქვენ უნდა იცოდეთ რომ საქართველო ეს არის ის ხალხი და ის ქვეყანა რომელსაც ძალიან უყვარხართ თქვენ შეგვეწიოს თქვენი ლოცვა თქვენი კეთილი სურვილები ახდეს და თქვენ ისურვებთ დიდ წარმატებებს და დიდ წყალობას ღვთისას ჩვენთან არის ღმერთი